ამ ვიდეოს ვინც ნახავს, დარწმუნებული ვარ ხვალინდელი სადილის იდეა მიწოდებული აქვს. ჩახოხბილი საქონლის ხორცით გაგიგიათ? ვისაც არ გაგიგიათ, ძალიან ვთქვათ ახლა სახეს ნუ დაიხოკავთ. თან ისეთი რეცეპტების წიგნში ვნახე წყალი რომ არ გაუო. ქვაბი გაახურეთ, ჩაასხეთ ცოტა ზეითუნის ზეთი და შემდეგ გადაიტანეთ ყურებად დაჭერილი ხორცი. ხორცი დაიყენებს წვენს და თავისივე წვენში მომზადდება. დიახ, ამ დროის განმავლობაში ასწრებს მომზადებას, მაგრამ თუ განსაკუთრებით ბევრი ხორცი შეგხვდებათ, ცოტა წყალი დავუმატეთ და ხარშეთ სანამ ბოლომდე არ მომზადდება. სანამ ხორცი მზადდება, დაჭერით ბევრი ხახვი. ასევე წვრილად დაჭერით ბევრი მწვანილი, ქინძი, კამა, ოხრახუში და რეჰანი. ხორცი სითხეს რომ დაიშობს, გადაიტანეთ კარაქი და ხახვი და კარგად ამოურიეთ. ხახვის რომ მოითუშება, დავუმატეთ გაჭლეტილი ნიორი, ასევე მარილი და შავი ტურბილი, ძალიან მოხდება სვანური მარილი და აჯიკა პიკანტურობისთვის. ბოლოს დაასხით პომიდორი, კარგად ამოურიეთ და დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 10-15 წუთი, რომ გემოები კარგად გაუჩნდეს. სულ ბოლოს ჩაუშვით მწვანილების კორიანტელი, კიდევ ერთხელ ამოურიეთ და მზად არის. გემრიელად მიირთვით.